როდესაც ქალს საშვილოსნოს ამოკვეთა სჭირდება, ამას ხშირად წინ უძღვის წელის ტკივილები, ძლიერი სიზღდენა ან მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა. ოპერაცია კი სრულდება 2 საათში, მაგრამ მასთან დაკავშირებული შიში, მოლოდინები და კითხვები ბევრად უფრო ღრმა და ხანგრძლივია. ბევრი ქალი მეკითხება, რა შეიცვლება და როგორ იგრძნობს თავს ოპერაციის შემდეგ. პასუხი ერთია, ცხოვრება გრძელდება მშვიდად და ტკივილის გარეშე. სექსუალური ცხოვრება რჩება აქტიური. ოპერაციის შემდეგ არც სქესობრივი ცხოვრება წყდება და არც ქალურობა ქრება. თუ თქვენ ოპერაციამდე გქონდათ ძლიერი ტკივილები, დისკომფორტი და სიზღდენები, პირიქით ოპერაციის შემდეგ სქესობრივი ცხოვრება უმჯობესდება. ხშირია კითხვა, დადგება თუ არა კლიმაქსი ჰისტერექტომიის შემდეგ. პასუხი ერთია, თუ საკვერცხეები შენარჩუნებულია, არა. ოპერაციის შემდეგ ქალი კარგავს მენსტრუალურ ფუნქციას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დადგა მენოპაუზა. მენოპაუზა დგება ბუნებრივ ასაკში, მაშინ, როდესაც საკვერცხეები შეწყვეტს ფუნქციონირებას. რაც შეეხება წონის მატებას, მასზე გავლენას არა ოპერაცია, არამედ ცხოვრების წესი ახდენს. მთავარია სწორი კვება და მოძრაობა.